ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც ცოტა ხნის წინ დააჯარიმეს მაგალითად ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი. ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს. წვრილი ჯოხის დარტყმის გამო 7 წლით ციხეში გაშვებით ემუქრებიან ახალგაზრდას. დღეს მათე დევიზის სასამართლო პროცესიც იყო. გიორგი კუიჟინაძე ადევნებს თვალს სხდომებს და გვერდდება ბოლო ცნობებით სასამართლოდან. გიორგი, გისმენთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი მეორეს მიყოლებით იმართება საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები. გარდა დაკავებული მოქალაქეებისა, აქტიურად იბარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ადამიანებს სასამართლოში, რომლებიც მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში და მათ ედავებიან გზის გადაკეტვას. ყველა შემთხვევაში იმ ფონზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს მტკიცებულებები უთუარი იმისა, რომ აღნიშნულმა მოქალაქეებმა ნამდვილად ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მოსამართლეები უსიტყვოდ ენდობიან და ასრულებენ რეჟიმის მითითებებს და ყველა მათგანს აკისრებს საკმაოდ დიდი ოდენობით ფულად ჯარიმას. გიორგი ქადაგიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა 3 საათზე მეტ თხანს თბილისის საქალაქო სასამართლოში და თუ არ ვცდები, ახლა შესვენება გამოცხადდა. სავარაუდოდ მხარეებმა უკვე დაასრულეს მტკიცებულებების წარდგენის პროცესი და სავარაუდოდ მოსამართლე სათათბიროდ იქნება გასული იმისათვის, რომ გამოაცხადოს აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. გიორგი ქადაგიძის სასამართლო პროცესზე დღეს გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი, ის პოლიციელები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ქადაგაძე მათ დააკავეს იმიტომ, რომ ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და იგინებოდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ წარმოადგინა სასამართლო პროცესზე ვიდეო მტკიცებულება, მათ შორის ვერც პოლიციელების სამხრ კამერის ჩანაწერები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გიორგი ქადაგიძე ნამდვილად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ერთ-ერთმა პოლიციელმა სასამართლოს ხდომაზე განაცხადა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, როდესაც შეკრებილი მოქალაქეები მაგალითად იძახდნენ იმას, რომ ძირს პოლიციური რეჟიმი და ცეცხლი ოლიგარქიას. ეს აღიქვა პოლიციელმა უწმაწურ სიტყვებად და შეურაცხყოფელ სიტყვებად, რის გამოც შემდგომში დაიწყეს გიორგი ქადაგიძის დაკავება. თუ გამოვა გიორგი ქადაგიძე სასამართლო დარბაზიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ შემოგთავაზებთ მის ინტერვიუს. მანამდე კი გაიმართა ბუკა პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა 3 ვიდეო მტკიცებულება წარმოდგენილი. 3-დან ერთადერთ ვიდეოში ჩანდა ბუკა პეტრიაშვილი, თუმცა არ აღიქმებოდა ბუკა პეტრიაშვილი კეტავდა გზას, თუ ის უკვე გადაკეტილ გზაზე იმყოფებოდა. როგორც ბუკა პეტრიაშვილი აცხადებს, ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკურად მოტივირებული, ემსახურება ერთადერთს, რომ მოახდინონ ზეწოლა სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით ოლიგარქის პარტიის წარმომადგენლება იმისათვის, რომ საპროტესტო მუხტი ჩაეხშოს. ბუკა პეტრიაშვილი დააჯარიმა მოსამართლე ცაცუამ 5,000 ლარით და შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მისი შეფასება სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული მორიგი ცირკი იყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ამ ცირკის მსახიობები, შემსრულებლები, კონკრეტულად ძალიან უნიჭოთ ასრულებდა ამას შსს ეგრეთ წოდებული წარმომადგენლები. ამ შენობას იქვია საქალაქო სასამართლო, მაგრამ ამას სამართალთან და სასამართლოსთან არაფერი არ აქვს საერთო. მთელი ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ დასრულდებოდა 5,000 ლარიანი ჯარიმით. ეს ვერაფრით ვერ შეცვლის ჩემს პოზიციას, ჩემს ბრძოლას. გავაგრძელებ აუცილებლად ბრძოლას, რომ ეს რეჟიმი მოცილებული იყოს და აქ არასდროს არ გასამართლდნენ ადამიანები, ვინც იბრძვის თავისი უფლებებისთვის და არამედ პირიქით გასამართლდნენ ის ადამიანები, აქ უნდა წარსდგენ ის ძალოვანები, რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ცემენ, ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობენ ჩვენს მოქალაქეებს. გარდა ადმინისტრაციული საქმეებისა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა სისხლის სამართლის საქმეებიც. მათე დევიზის წინააღმდეგ რეჟიმი სწორედ სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს, მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმა და მის სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ის პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ მათე დევიზემ თითქოს და მას ჯოხი ჩაარტყა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მან სასამართლო პროცესზე ისაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით.
და გარდა ამისა ასევე ამ წუთებშიც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვა და მოქალაქეებს მოსამართლეები საკმაოდ დიდი ოდენობით ფულად ჯარიმას აკისრებს. არ არის არც ერთი ჯარიმა 5000 ლარზე ნაკლები.